ბიოსაფრთხოების პუნქტები მოიმსახურება ცხვრის ჯანმრთელობას, ჯანმრთელობის არარსებობის შემთხვევაში მის გამოჯანმრთელებას და ხელს შეუწყობს როგორც ტრასაზე მათი მოძრაობის დაჩქარებას, ასევე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესებას, რაც თავისთავად შექმნის პირობებს იმისა, რომ ცხვრის გამრავლება, ცხვრის წონაში მატება, პროდუქტიულობის მატება იყოს უზრუნველყოფილი. რაც მოიცავს ბიოსაფრთხოების პუნქტებზე ღონისძიებები, ეს არის ცხვრის გაბანება ექტოპარაზიტების საწინააღმდეგოდ. აი ეს ამ პროცესის ამდაგვარად წარმართვა კვლავ ხელს შეუწყობს ცხვრის გადარეკვის ორგანიზებას. დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტში იგეგმება ასეთი ბიოსაფრთხოების პუნქტის მშენებლობა. სულ მთელ ტრასაზე, ცხვრის გადარეკვის ტრასაზე გათვალისწინებულია 6 ასეთი ობიექტის მშენებლობა. ერთ-ერთი არის დედოფლის წყაროს რაიონი, იმიტომ რომ ცხვრის უდიდესი ნაწილი, რომელიც გადის გადასარეკ ტრასაზე და მიემართება ზაფხულის საძოვრებისაკენ, იზამთრებს დედოფლის წყაროს ტერიტორიაზე. მათი მთლიანად გითხარით, რომ 6 ობიექტია გათვალისწინებული, დედოფლის წყაროდან დაწყებული სამხრეთ კავკასიონის ქედამდე 6 ობიექტის, ამ 6 ობიექტიდან 2 ობიექტი შენდება მერსი კორსის დახმარებით და ხელშეწყობით. დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტში და მთლიანად აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით ცხვრის სულადობაში, რომელიც გადაირეკება ზამთრის საძოვრებიდან ზაფხულის საძოვრებზე და უკან მიმდინარე წელში გათვალისწინებული არის ცხვრის იდენტიფიკაცია რეგისტრაციის პროცედურის დაწყება ერთ-ერთ ვაქცინაციასთან, რომელიც სახელმწიფო პროგრამით არის გათვალისწინებული ცხვარში, მასთან ერთად პარალელურად განხორციელება ცხვრის იდენტიფიკაცია რეგისტრაცია, რომელიც უამრავ პრობლემას მოაგვარებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ როგორც დედოფლის წყაროს, ისე სხვა რაიონებში განთავსებული ცხვრის მეპატრონეები, მათი მომვლელი პერსონალი ყურადღებას გამოიჩენს და იმ სახელმწიფო ვეტერინარებს, რომლებმაც ეს ღონისძიებები უნდა განახორციელონ, ხელს შეუწყობთ მათ ამ ღონისძიებების გატარებაში. აღნიშნულის გარდა მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაგეგმილია და თავისთავად აღსრულებას ექვემდებარება ცხვრის მასიური ვაქცინაცია თურქულთან დაკავშირებით და ჯილეხთან დაკავშირებით. გათვალისწინებულია სახელმწიფო პროგრამაში, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მომარაგებულია ვაქცინები და შესაბამისი ინვენტარ მოწყობილობები ამ ღონისძიებების განსახორციელებად. ვფიქრობთ, რომ კომპლექსში ერთობლივად ამ ღონისძიებების გატარება სერიოზულად შეუწყობს ხელს როგორც დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტში, ისე იმ რაიონებში, რეგიონებში, სადაც მეცხვარეობა არის დღეს ასე თუ ისე განვითარებული, მეცხვარეობის განვითარების ხვალინდელ დღეს.